გამარჯობა ჩემო კარგებო. დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი სწრაფი და მარტივი რეცეპტი. გახსოვთ ბავშვობაში კარტოფილის ღვეზელში შიგთავსი როგორ გიყვარდათ? ხო და ეს ღვეზელი ზუსტად ის გემოა, რაც მაშინ გვიყვარდა, თანაც მინიმალური რაოდენობის ცომით. ასევე გაგიზიარებთ ძალიან მარტივ, მაგრამ უგემრიელეს ჩებურეკების რეცეპტს. განსაკუთრებით თუ ფარში თქვენ თვითონ მოამზადეთ. და რაც მთავარია სირთულეების გარეშე. 1, 2 და მზად არის. რა თქმა უნდა, ეს არ არის კლასიკური რეცეპტი. ეს არის ზარმაცი ვერსიები, მაგრამ გემოზე ვერ გაარჩევთ ცხელ-ცხელს ახალ გამომცხვარ ღვეზელს ან ჩებურეკს. მოდით დავიწყოთ. ჩვენ დაგვჭირდება კარტოფილი, ხახვი, მაწონი, კვერცხი და ფქვილი. პროდუქტების რაოდენობას, როგორც ყოველთვის, დავწერ ვიდეოს აღწერილობაში. დავჭრათ კარტოფილი წვრილი კუბიკებით. მასზე მალე მოიხარშება, ზუსტად რაც გვჭირდება. დავამატოთ მარილი და ადუღებული წყალი. შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალიც გამოიყენოთ, მაგრამ ელექტროჩაიდანში უფრო მალე ადუღდება და ჩვენ ვაკეთებთ ძალიან სწრაფ ვარიანტს. მაგიტომ ვიყენებ ადუღებულს. სანამ კარტოფილი იხარშება, დავჭრათ წვრილად ხახვი. დავამატოთ ზეითუნის ზეთი და მოვიყვანოთ ოქროს ფერამდე. სანამ მივხედეთ ხახვს, დადგა დრო შევამოწმოთ ჩვენი კარტოფილი. და ის უკვე რბილია. ძალიან მალე მოიხარშა. გადავარღვიოთ წყალი და გავჭყლიდოთ პიურე. დავამატოთ მოშუშული ხახვი. ასევე დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ასევე უხდება კამაწვრილად დაჭრილი, მაგას მოგვიანებით დავამატებ. თუნდაც შეგიძლიათ დაამატოთ ამ ეტაპზეც. გადავიტანოთ ბრტყელ თეფშზე, რომ სრულიად და მალე გაცივდეს. სანამ კარტოფილი გაცივდება, გავამზადოთ ცომი. 1 კვერცხს დავუმატოთ მაწონი, რომელიც არის შერეული 1 ჩაის კოვზით გამაფხვიარებელით. კარგად ავურიოთ. დავამატოთ ცივი პიურე და ისევ კარგად ავურიოთ. უნდა გახდეს ერთგვაროვანი მასა. ბოლოს დავამატოთ ფქვილი და ისევ კარგად ავურიოთ. უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის ცომი. ვამატებ წვრილად დაჭრილ კამას, დავასხათ ტაფაზე ზეთის საკმარისი რაოდენობა, დავდოთ ტაფაზე ცოტ-ცოტა ცომი და ვეცადოთ მივცეთ მოგრძო ანუ ღვეზლის ფორმა. და კარგად შევწვათ ორივე მხრიდან. გადმოვიღოთ თეფშზე და შეგიძლიათ მიერთვათ, როგორც ცხელი, ასევე ცივიც. ძალიან გემრიელია. მიირთვით სიამოვნებით. მოგენატრად ბავშვობის გემო? დამიწერეთ კომენტარებში გიყვართ თუ არა კარტოფილის ღვეზელი, ან რისი შიგთავსი გიყვართ ყველაზე მეტად. და ეხლა გავაკეთოთ ჩებურეკიც. ჩვენ დაგვჭირდება ფარში, ხახვი, მრგვალი ლავაშის ფირფიტები, თქვენი საყვარელი სუნელები ფარშისთვის. ასევე კარგია უბრალო ქინძის მწვანილის დამატება. ხახვი დავჭრათ და ჩავაგდოთ ჩოფერში. ან შეგიძლიათ გახეხოთ წვრილ მხარეზე სახეხზე. თუ ფარშს თქვენ თვითონ ამზადებთ, უფრო გემრიელიც იქნება. მაშინ პირდაპირ ხორცის მანქანაში გაატარეთ ხახვიც. მარილი, პილპილი გემოვნებით, მაგრამ კარგად უნდა იგრძნობოდეს. ასევე ამ ეტაპზე ვამატებთ სუნელებს ან მწვანილს. დავამატოთ ცოტა წყალი, თუ სქელი გამოვიდა ფარში. გავანაწილოთ ფარში ფირფიტების რაოდენობაზე და დავიწყოთ ჩებურეკების ფორმირება. ეს ძალიან ადვილი პროცესია. თხელი ფენით წავუსვათ ფარში ფირფიტაზე და ჩავკეცოთ. გამოვიდეთ ჩებურეკი. ტაფაზე დავასხათ ზეთის საკმარისი რაოდენობა და დავიწყოთ შეწვა. ნელ ცეცხლზე, რომ ხორცი უმი არ დარჩეს, შევწვათ ორივე მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ ფერს. მივირთვათ ცხელი, ნახეთ როგორი გამოდის. დამილაიქეთ თუ მოგეწონათ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ჩემი ვიდეოები. გემრიელად მიირთვით და კარგ დღეს გისურვებთ, ჩემო კარგებო. მომავალ შეხვედრამდე.